მოქმედთა საქველმოქმედო საზოგადოება მიმინო გაცნობებს 6 აპრილს კვირას პირველის ნახევარზე წერალთა სახლში მაჩაბლის ქუჩა 13. ზოგი აქარი და ვერ მოვიდა, მაგრამ სული და გულით იმედია რომ აქარი. აქ ისეთი ხალხიც არიან, რომლებსაც საერთოდ არ მიუღია კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ ის მოსახელს რომ კიდევ ინვალე გახარებული სახეები და ასე რომ მე ერთი მინდა თქვა. ჩემს ყველა გამოსვლაში მეგობრებო ვიძახი, რომ გააგებინეთ ყველა თქვენს მეგობარს. გაიგონ რა ხდება ჩვენს საზოგადოებაში, რათა გამოიჩინონ თავისი თავი. და თქვენ წარმოიდგინეთ ამისი ჩვენ გავაკეთეთ გალასთან დაკავშირებული დაჯილდოება. იქაც იგივე ბევრი შემთხვევა ყოფილა და ეხლაც უი არ გამიგია. კი მაგრამ ამან და ამან მე ჩემ საქმეა ვის გარას. არ გითხრა, არაფერი არ უთხრა, ცოტა არ იყოს მოიწდება. ესე ჩვენ ვერ წავალთ, მეგობრებო, შორს და ქვეყანა გიდათ წაიყვანოთ. ასეთი აზრი თუ იქნება ქალაქში უმეტესობა, მე ამისი მომხრე ნამდვილად არ ვიქნები და ვერც ვიმეგობრებ ისეთ ადამიანთან, რომელიც იქით იყურება და იქით ფიქრობს. რა თქმა უნდა, ესეთი ვარ, რაც აქვს. ეხლა კი ნინოს დავუთმობ ასპარეზს და ანაჩენი წაიყვანს კიდევ მოგდარწმუნდით. მოგესალმებით მეგობრებო, მოხარული ვარ, რომ ეს კონკურსი ჩატარდა და შემაგერიფეს შედგა. უოცავ გამარჯვებას წარმატებებს უსურვებ. არ ნიშნავს ეს, რომ ვიღაცის ნებისმიერ გაიმარჯვა, უბრალოდ თანმიმდევრული. ისიც უფრო ახალი ძველი დადებული იყო, ანუ საათებსაც ვაკვირდებოდი და ასე იყო, თორემ ნამდვილად ერთი მიახოდით არ შეუძლო 7 წელზე დამწყდა გული კიდევ. მაგრამ უსასრულოდ ვერ გავსწრებდი დაჯილდოებას, ამიტომ ის შემდეგ ამასწრებისას იცოდეს, რომ ძალიან ბევრი კარგი ლექსი შემოვიდა, უბრალოდ მერე და მერე უკვე ლექსები მაინც ვაჟასად რა უნდა უთხრა, თუ არა რომ შვილსნუკრი და თუ არა რომ მათ 15 ციფრი და უკვე ლექსები ერთმანეთს ემსგავსებოდა, ამიტომ გავაჩერეთ კიდევაც. მე მამაკაცს ყველამისაც გვიდაწყდა, კიდევ ჩატარდება კონკურსი, აღარ მიიღებენ გამარჯვებულ მონაწილეობას, ახლა მათ დაეთმობათ ასპარეზი. მინდა გაცნობოთ, რომ არავინ არ იცოდა, ვინ იყო ჟიური. ნომინაციაში რა შემქმნა ადამიანად, ჟიური იყო აგრო ფერხელი. ინდივიდუალის კრიტიკის დამყოფილების ხელმძღვანელი. სიტყვას გადავცემ ბატონ გოჩას. კიდევ მოგესალმებით. ადროვა სუფთი შემოქმედებით საზოგადოება მიმინოს ამ შესაძლებლობისთვის, რომ ადივირთვათ წილად
ყოფილიყავ კონკურსის ჟიურიში. მინდა თითოეულ გამარჯვებულს წარმატება გისურვოთ. რა ვიცი, ალბათ ბევრს დაწყდება გული, მაგრამ ეს გულის წვეტა არ არის გამართლებული, იმიტომ რომ მართლა ვერსეულები და ასეთ საინტერესო შემოქმედი ხალხი ავარჩიეთ. იყო კი რამოდენიმე, რომელზეც შეიძლებოდა კიდევ მუშაობა და გამარჯვებულს ნომინაცია, მაგრამ მათაც მიეცემა საშუალება. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მამაკაცებმა ძალიან ნაკლებად იაქტიურეს ბოლოს ბატონო დაბურკაძე, ლევან ბოცვაძე და იმედა ყორიეული გამოჩნდნენ, თორე გადაწურული ჰქონდა იმედი, მეთქი ვაჟას, კაცო როგორ პოეტი არავინ არის, ვაჟას ერთი ლექსი როგორ ამიუწოს. არავის დაწყდება გული, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ესე თანმიმდევრულად ვიმუშავეთ თითოეულ შემოსულ ლექსზე, განვიხილეთ მისი სიკეთეები. მერე მართლაც ერთმანეთს დაემსგავსა უკვე სათაურებით შემოდიოდა ლექსები, მარტო სათაურები იყო და ლექსის არაფერი არ ეწყო იმას. ესეც უპატივცემულობა არის მინიმუმ თავიანთი თავის. ასეთ რაღაცას რო წერო, ვაჟა არ არის საჭირო თუ არ გეწერება, მერე მიუწვევი და მერე რაღაცას სხვა დაწერე. არ არის იმ წუთას რომ გალექსოთ თავის ჭკუით. ერთი რამე არის ჩვენ აი 2000 წლის უკან მაინც არ მქონდა ეს კულტურა, ზოგი კონკურსებიდან მისროდით, ნაგავ ზოგი ქუჩაში ყოფილით, მაგრამ დღესდღეობით ჩვენ ქვეცნობიერში ჩავიბეჭდეთ, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ. უკვე სხვასაც რო შევხედავთ, მტუქსავთ, შეიძლება არ მივიდეთ და გავლანძოთ, მაგრამ ასევე არის პოეზია. ჩვეულებრივ აი არალექსები ბინძურდება ეს პოეზია და არ შეიძლება ეს გინდა თუ არ უნდა ბოდიში და შემოგვატებოთ რაღაცა სახით. ჩემთვის არ წერ შენთვის როცა საჯაროს ხდი ამას, როცა სხვადასხვა კრებულში გინდა დაიბეჭდო, როდესაც დეკადაში ორ კრებულს უშვებ, მარტო შენთვის წერა არ გამოდის. ესე იგი ამბიცია გვაქვს. მოდი და კეთილი ინებდა და თუ ასეთი ამბიცია გაქვს, მიკითხე მაინც რაღაცა წაიკითხე რომ დაიხვეწო და ესე უბრალოდ რომ აი გული დამწყდა იმარათო გაიმარჯვა ეს ბავშვური ჟინი არ არის პოეზია სულ სხვა რაღაცა. პატივისცემა უნდა მე მაგალითად შეურაცხყოფილი ვარ ხოლმე არალექს რო ვკითხულობ, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს ყველაფერი წერო და ესე სივრცეში აფერო. ეს ჩემი პირადი სუბიექტური აზრი არის და მე არავის არ გუშინ რა თქმა უნდა, მე მეტრი არა ვარ. მაგრამ ჩემი დიდი სურვილია რომ ასე არ ხდებოდეს. დღესდღეობით კრიტიკა არ არის კრიტიკა, ოღონდ ძალიან ესე უტოპ არის რა ეს ხალხი თარგმანები და ეს ყველაფერი მხოლოდ რაღაც წრეში განიხილება ხოლმე. აღარ არის ის პუბლიცისტიკა და ის გაზეთები აღარ იყიდება, ვიღაცა დაბეჭს Facebook-ზე ლექსს და გონია всё, მე პოეტი ვარ და მოშორებული და ელოდება ვინ დაულაიქებს და არის აი ზეჟამი გარდა მოგვეხსნა ვიღაცა წერს. აი ჯერ ზეჟამი რა არის? მე გარდა მოგვეხსნა რას ნიშნავს? როგორ უნდა მოვიწონო ის და როგორ უნდა კონკურსი კი არა, მინდება რომ საერთოდ ის გაქრეს Facebook-იდან კი არა, არსად არ გაიჟღეროს ის. არ შეიძლება პატივი თუ არ ეცეს სიტყვას ისე ვერ იქნება. აი წინა კონკურსთან შედარებით ძალიან ბევრი შედარებით ხარისხიანი ლექსი შემოვიდა და არ მგონია ახლა ვაჟა უფრო უყარდეს ხალხს ვიდრე გალა, მაგრამ ვაჟას ელაპარაკებოდნენ გალას ტერმინოლოგიით. ხო და ანუ ესეც ცოტა რაღაც არადეკვატურია, მაგრამ მაინც კარგია. მე მინდა თითოეულს მოგილოცოთ, დაიხვეწეთ, უფრო ვინც ვერ გაიმარჯვა. რაღაც ახალი სისტემა ჩამოვაყალიბეს, პატივცემულება, ადრე თუ გიან მაინც ყველა გაიმარჯვებს. რაც ისეთ სისტემით მიდიან. და ვისურვები რომ მართლა ვისურვები და მართლა რა ვიცი, აი ვის პოეზიას პატივისცემს, წერლობას პატივისცემს, მინდა რომ ყველა იმათ წარმატება უსურვო. ადრე თუ გვიან ყველას მიეცემა ალბათ საშუალება, ყველას არა, იმედია ყველას არ მიეცემა, იმათ არ არის მისაწევს.
კიდევ და კიდევ წარმატებას გისურვებთ და ულევი მრავალი გაზაფხული ხალხარება ამდენს როცა გახარება საპატიო გამო ქალბატონი მანანა გორგიშვილი რომელიც რეჟიმის წევრი იგვიანებს არავშას მოვა, მაგრამ რადგან დავიწყეთ, მაშინ პირველად მე გამოვაცხადებ. ნომინაციაში რამ შემქმნა ადამიანად გამარჯვებულია თამარ ნადირაშვილი. მაშინ ვერ მოხდა იმ სიაში და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. სხვათა შორის მე გამარჯვებული შორის აღმოჩნდი ძალიან გახარებული ვარ. წარმატებებს ვისურვებ ყველას გამარჯვებულს და ვინც ამერ გაიმარჯვა კიდევ შემდგომში გამარჯვებულთა რიგებში. ლუკა თაში დაირხა ამბავი, მან ჩამოვიდა ბარადა. ერთი ლუკა იყოფილა რაზიკაშვილი გვარადა, გონიერი და მამაცი, სხვა ფშაველების დარადა, გულთქივა სამშობლოსათვის სრემლი ჩამოსდის გვარადა. თუმცა ჩოხაი არცვია, ბევრს უცავს ქალამანია, ჩარგალში მისი ბადალი მაინც არავინ არია. კაი მეზღაბრე მელექსე, სიტყვა მოუდის ზალია, ერთ ძირში ისე მოცელავს თითქოს ეკალდა ნარია. მომღერალია ბუნების, უყვარს ბალახი ცვრიანი, ლამაზე დამწვანებული და მოჩითული იანით, სადაწვდენილი ქედები, მათი დეკა და ღვიანი, ტიტველი სალიკლდეები, მიწა წყამილი, ქვიანი. იმასა ნავლობს პოეტი რატომ არ გაჩნდა წვიმანა, რომ ყოფილიყო მუდამ გულმკერდის ღილადა, რომ დედამიწა მოერწყო და შეენახა გრილადა, შემდეგ კი თოლად ქცეული გადაფარვოდა ტყილადა. უყვარს ცხოველიც, ფრინველიც, ვაჟა-ფშაველად წოდებულს, ალეგორია ამშვენებს მის ნიშნისაგან ბოძებულს, დაჭრილ არწივად გულისხმობს თავის სამშობლოს გოდებულს, ლექსების ცეცხლს ფიქრობს, საქართველოსგან მოდებულს. ვაჟას სიცოცხლის ფესვები ყველა ბუჩქსა თუ ხეშია, მას არ ეშლება ზნეობად, სტუმარ მასპინძლის წესია. გულსის უღრმნი და ურიცხვი მამულს მტერი რომ ესია და მოგევლინა ლექსებით როგორც ხსნელი და მესია. აგონსო წმენა იმედით, კეთილი ისევ ყვაოდეს, შხამის და გესლის ფესვები მოისმნენ, არ არაობდნენ, ჩვენი სიკვდილის მსურველი ყოლნები აღარ ჩხაოდნენ, დაეცეს ყველა ბოროტი, ხოლო სიკეთე ზვაობდეს. თბილის დაიხა ამბავი, გავრცელდა მთა და ბარადა, ვაჟა-ფშაველად ცნობილი ლუკა გამხდარა ავადა, დეკა და ღვიის ნატრული, წასულა კუბოს კარადა, გლოვის დღე უდგათ ქართველებს სრემლი ჩამოსდით ხვარადა. სახურებული კილო მადლობა. შემდეგი გამარჯვებული ნომინაციაში რამ შემქმნა ადამიანად ნანა ჩიკვილაძე. ულოცავ მადლობა ბოლოს შემოვიდა ეს ლექსი და ბოლოს მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მოგესალმებით ქალბატონო ვალიკო და ქალბატონო მირა. თქვენ ძალიან კარგ პროექტებს უყრით საფუძველს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი პოეტის წარმოჩინება, ჩაუყარეთ ჩაულის გამოცემის საფუძველი და ეს ძალიან ეხლა ბაჟაზე ძალიან პასუხისმგებელი თემა წარმოჭერთ, მაგრამ თითქმის მიჭირდა რა უნდა დაგეწერა, რაც დაწერილია, იმაზე უკეთესად არაფერი არ დაიწერება, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ვითვლები დღეს გამარჯვებულთა სიაში მოგილოცავთ ნებისმიერ გამარჯვებულს,
წარმატებებს გისურვებთ, რამე თუ ნებისმიერ ადამიანს ახარებს წარმატება, ნებისმიერი ადამიანი იღწის, შრომობს და უნდა რომ მისი ნაყოფი, მისი შრომის ნაყოფი, მისი მოღვაწეობის, მისი წარმატებას შეხედოს და არ შეიძლება არ არსებობს რომ ადამიანს წარმატება არ გაუხარდეს. მუდამ წარმატებულები იყავით, ბედნიერები იყავით, გაზაფხულია აპრილის თვეა და გაზაფხულივით სასურველები, თბილები, საყვარლები ყოფილიყავით ყველა. გისურვებთ ყოველგვარ წარმატებას. ეხლა ჩემ ლექსს წაგიკითხავთ. დანიშნულია შავის მთავარი ფაფარაშვილი არაბი მოსჩქებს თიდან ბარისკენ მოდის ფშაველი არწივის მზერით მზირალი მოყმენ ჩამოიარა კლდის კბილიკები მწვერვალები და ცისა სანახი ბარში მოსულმა ჩამოიტანა თისონელი და სუნთქვა ბალახის აბგაში უდევს გულის გრძნობები რომელიც მისას სუნთქვას თასდებდა სტუმარ მასპინძლის ხედვის იერი ხმელი წიფელის უთქმელი სევდა არაბი მორბის დაუღალავი ცისარტყელა სამფერმა იმატა გზად მოდიოდა ის ბუმბერაზი მოდიოდა და მთად აღიმართა შეკებები ახრუბელის დამქარი ზემაც მათ ახლოს გადაინათა ზის საგალობელს მთარი მღეროდა სიტყვა მგოსნისა მცანდეინათა Bravo. Bravo. Kiloța câte. ნომინაციაში რამ შექმნა ადამიანებს უნდა გამოვაცხადო ერთ-ერთი გამარჯვებული ლევან გოცვაძე. იარაღ იმე აპოკალიფსი რატომ სად არიან კაცები გვაკლია კაცები მეთქი რა და არ არიან არახშირობენ ილოცავდა მოხდა შემთხვევაში და კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას გილოცავ დღეს პანიტელ ხანებას და ასევე მოგილოცავთ თუ სამძიმრეთ 9 აპრილს ჩვენ გმირებს მინდა მოგიყვანოთ და სასიხარულოა ის რომ ჩაიყარა საფუძველი საქართველოს გამარჯვებას 4 წელს რაც შეეხება კონკურსს უგულესი მადლობა ჟიურის წევრებს საზოგადოება საქველმოქმედო საზოგადოება მიმინოს დამფუძნებლებს ბატონო ალიკოს ზაირალს ბატონო ალიკო კაკაბულიძეს ქალბატონ ნინო როსტიაშვილს და ჟიურის თავმჯდომარეს ხოჩა აბრამიშვილს აბრამიშვილი და აბრამიშვილი საზოგადოებას გადავწერეს საჩუქარი რაღაც რომ ვარჩევდი მომსგავსე რაღაცა ხმელი წიფელი და რაღაცა ეს ვაჟის იმასაც ესადარგება და აპოვებული მადლობა ლუკა რაზიფაშვილი ვაჟი ჩარგლელი ფშაველი პოეზიით არჩეული სიამაყეა ქართველის მეც ერთ-ორ სიტყვას შევკადრებ მოკრძალებულს და ხატრიანს
ვერავის ვერ შევატარებ მუდამ ბრძენსა და მადლიანს. ბუნება ამეტყველე, ხემ ენა გაიკაჟაო, საქართველოს დღეველი შენ გააცოცხლე ვაჟაო. კაცობრიობას ტკივილი სხვა კუთხით დაანახეო, ცხოველ ბუნების ჩინილი ცოცხლად გვიჩვენ სახეო. ცევით აცხონე ურჯულო, სტუმარ მასპინძლის ზღვარიო, სულიერით უსულო სიკვდილ სიცოცხლის ზღვარიო. სტუმრისა ავის შენდობა, შენ უკდავყავი მშაველო, კალამი ფიქსა ინდობა, გულში ხავს შენ საქართველო. საერთოდ არა, მე უფრო მესაგაგები იმას, რომ ზეპირად რომ თავის შემოქმედებას, მაგრამ მე რასაც დავწერ, აი მეორე წუთში არ მახსოვს, არ საერთოდ რაღაცა უღმესი მადლობა კიდევ და კიდევ ბოდიში გამიგზელდა. ეს საფრთხე როგორაც ხადერთ ხოლმე ნომინაციაში გაფშენდა ადამიანად გამარჯვებულია. ეხლა მე გორელი არ ვარ, გორში ვცხოვრობ, უბრალოდ ეს რამდენიმე წელია და გული წდება, რომ ეს რეგიონები ძალიან ნაკლებად არიან ჩართულები. ძლივს ერთი ადამიანი ქალბატონი ფისო ორგესაშვილი, ვალენტინა თურქავა ვიცოდი აქ. სახელად შემიძლია ბედნიერება დავარქვა. მე ჩემს სამოსად იმ ჩემს ლექსებს, რომელიც საიდანაც მოდის, ამბიცი საიდანაც მოდის და აქ სტროფებად იქცევა და შემდეგ მეც სიამოვნებს და სიამოვნებს სვენებსაც, სამკითხველსაც. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის წევრებს, დიდი მადლობა ბატონო თქვენ რომ ეს ძალიან ლამაზი კონკურსი შეარჩიეთ და ჩვენი თავყრილობის მიზეზი გახადეთ ეს. ქალბატონები, თქვენს პირველად ხედავთ და უღრმესი მადლობა ამ სიმბოლისთვის, რასაც ჩვენ მივიღეთ თქვენგან. გოჩას ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებისთვის, თვითონ დავარქვა რომ ადამიანების ადამიანს მეძახი, იმდენად ადამიანს. თქვენი ნებართვით წავიკითხავ ახლა ლექსებს, რომელიც კონკურსში მოიგო მონაწილეობა. იას ჩავხედე თვალებში, რასევდა გნახე ზეცაო, ძველი ღვარებად დიოდა გულზე ტყვიისებ მეცაო, ისე პატარა დანასა, რასევდა გერგო ეს ცაო, მოდი და გამიზიარე, შემოგეშველო მეცაო, როგორ ზიდავდა ატარე, მიწის ამხელა დაცაო, ან როგორ არჩევ, ანიცნო, ბოროტებსა და ავსაო, მასწავლე ვაჟა ვესენა, გადავყევ გულის დაცაო, გავიმზიანო იქნება, დავესტრო მზიანს დასაო, თისა და ბალის ზუნთქვა, ხმელი წიფელის გულო, ის ფერების გამა, შველის თვალებით მყურო, ხავსის, ბალახის ენა, არწივის თვალით მზერო, ბუნების მოკომაგე, ბუნების მტერის მტერო, ეს რა მოვლენა იყავ, აგვიმეტყველე მდელო, გარემოს ჩურჩურს ვისმენ, ქვეშ მღიერების მფენო, ჰავს რა პატარად თვლიდი, გუმვერაზი ხარ ჩვენო, ვერავის გადრით, გულის მალამოდ მფენო, წიფელსა ვკითხე, გამხმარსა, ასე რა დახარ უბრადო, იქით მეორე მომადგას, რა დარასეთვი ჩუმადო, ისიც ხომ შენი ტოლია, შენნაირ დგას მორწმადო, მიდი და წაეჩურჩულე, შენი ცვალე და მოსხვადო, თორემ ამერად გადაღმა, სხვა წიფელიც დგას, სულ სხვადო,
რა ვქნა და გული გამიწევს მერე დამრჩები უხდათ. ახლა მინდა ჩვენი საზოგადოების დამაარსების ლექსი წაგიდგინოთ და თავად წამიკითხოთ. რადგან პირველმა მან დაწერა ლექსი არ არსებს, მოუკვდა ერთ დღეს სახლში ვარ და მე ვაჟაზე დავწერე ლექსი და ერთხელ მოდი კონკურსი ჩავატაროთ. მოდი ჩავატაროთ. ვარიკო მაგალითად ლექსი იმ ჯგუფში დადებულია შედევრებში და გასაგებია მოხდება ნამდვილად პირველი იყო თვეების წინ მეგობრებო, რა თქვა თქვენი ნამდვილად გამოვხია. ამ საერთოდ არ ამაყრა ის აზრი ვიღაცის წავიკითხო, კინო უყუროს და დამატო. ტრამზე ვარ ეს ვარ, მარჯვენა მხარეზე თავი თუ ავწიე, ომს დავიწყე. მარცხენა მხარეზე თუ ავწიე, მაშინ შვიდობას. ასე რომ რაც მოვა, როგორ თქვენ თვითონ თქვენთანანი პორტოჩკავერი გამოგიდია, შუბში მინდაფი რაღაც იდეები მოგდით. ეგერ კვერცხი გეწובה დაფაზე და თქვენ თვითონ ეგერ ფუნქციონი და ფასტი ჩანაწერს აკეთებთ. ეგ ხოლმე ლოგიკურია, ყველა მიცი. საქმე გაგიჩერებია. აბატონი მანანა დამიანებით მოვიდა. ჩვენი საქმეის და მე ჩემლექს მე წავიკითხავ. ორგანიკ საპატიო მიზეზით ძალიან მიხარია რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიკრიბებით და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის შეხვედრა განსაკუთრებით როდესაც ასეთი საბაბო გვაქვს სულ ახლახანს იყო მე მიყვარს გავა და ეხლა უკვე რამ შეგვქნა ადამიანად ვაჟებშავლა ეს იცით არ მინდა ეხლა გავამახვილო ყურადღება რასაც ვფიქრობ მაგრამ მე ვთვლი რომ ასეთი ღონისძიებები უნდა იყოს ბევრი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მონაწილეობდეს ამ ღონისძიებებში იმიტომ რომ სამწუხაროდ ის გარემოს რომელიც ჩვენ შეხვდა სამწუხაროდ დაგეროზა წელზე არ ცხოვრობ იმდენად რთულია იმდენად პრობლემურია ეს კატაკლიზმები რომელიც უნდა გადავლახოთ და ვერადავერ გამოჩნდა გვირავის ბოლოს სინათლე მე იმედი მაქვს რომ ძალიან მალე აი ეს ღონისძიებები არის იმის ნიშანი რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება და თუნდაც ერთ ადამიანს თუ გაახარებ შენი თანადგომით შენი სიყვარულით თუნდაც სიყვარული არ იყოს აი რაღაცა ყურადღება უნიშნელო თუნდაც დიპლომების სახით ეს მე ვთვლი რომ არის გამართლებული და მე მინდა მადლობა უთხრა ამჯერად ამ ღონისძიების დამფუძნებლებს და დარწმუნებული ვარ გაგრძელდება ეს არ იქნება ბოლო ყოველ წელს ალბათ ჩავატარებთ ეს ძალიან კარგი იქნება მე შემოგვემატებიან და განსაკუთრებით სასიხარულო იქნება თუ ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას იმიტომ რომ სამწუხაროდ მწერალთა კავშირი განიცდის ახალგაზრდების ნაკლებობას და ეს კარგი იქნება ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ეს ყველა დაუთმოთ მათ ადგილი და მოვიწვიოთ ну თავისთავად ცხადია ეს ყველაფერი მის ბრალია რომ მწერალთა კავშირის დღეს ფინანსურად ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს არამშავს ყველაფერი კარგად იქნება მადლობა მოგზაურებისთვის და მადლობა თქვენ მაგათურად დაგიყვე ალბათ ვანადოთ ჩემი ოჯერელი იყო მეგობრებო თელი ჩემი ჯგუფის შემადგენლობა ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩემი რაღაცია აკავავს გვერდემიზის სულ 7 ვართ არც ერთ კონკურსში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია ხუმრობით ჩემები იმას იტახიან გავართ იცოდე შენი ადმინიდან არ ვჭირდებით არაფერში კონკურსში ვერ ვიღებთ მონაწილეობას ჩვენც ვწდება გული მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება ასე რომ ვით ვერ გაიმარჯვეთ კიდევ ერთხელ მიყვარხარ კიდევ ერთხელ ბუდის მოგიხდით და კიდევ ერთხელ გეტყვით რომ გული უნდა გწდება
მომავალი წინა. ვაჟა რადგინდა დიდება ან ხალხის ტაში ხმელია თავად უფალმა გადიდა შვილის ნუკრის ვერ ხმის თქმელია თაში არწივი იწოდეს ბარში შეგმოსეს გენიად დღენი ხსოვნისა არც როდის არ დაილევა შენია ჭიუხვებს რითმად მაღწევი ეკოთ ჩამოხვენ ბარადა ვერ მოგერია ცხრადევი შენი მრევლი ხავს მარადა უნება კალმით მაგალგე ნაკადულს მიეწდინება არც ბარში არ დაიკარგე უფალმა ასე ინება აბგი დაგკონდა ლექსები ეძებდი გამომცემლობას ნახევრად შეერწყურვალი მუზაგმატებდა ხნეობას ზოგმა კილოკა უგიწუნა ზოგმაც ლექსები აზროვნა როცა საჩამოიწურა ილიამ გაქო ხატოვნად თქვა დროა კალამი დავდოდ გზა დაუთმოთო ბუმბერას სამშობლოს ალამი ვანდოდ თის არწივს შაველებისა ყველაზე სასიამოვნო პროცესი დაიწყო და შეგვიძლია ვთქვა, რომ დღეს თუ რა მოუჭირს მწერლობას, ეს არის პიარის ნაკლებობა. ჩემი თაობა გაიზარდა იმ ეპოქაში, როცა თავისთავად ბუნებრივად ვეცნობოდი მწერლებს, მხატვრებს, კომპოზიტორებს, ხელოვნების მუშაკებს. იმიტომ რომ სკოლა, ოჯახი და ბოლოს ტელევიზია, მაშინ ერთადერთი ტელევიზია არსებობდა და გიდოდა არ გიდოდა მაინც გებულობდი იმ სიახლეს რაც იყო იმ დროს და დღეს ეს ყველაფერი არ გვაქვს სამწუხაროდ. აი დღეს ეხლა მე ვფიქრობდი დაწყება ნებისმიერი ღონისძიების არის რთული, იმიტომ რომ სანამ ადამიანებს შემოიკრებს, სანამ გაიჩენ მეგობრებს, სანამ ახალი სახელები შემოგემატებიან, ამას რა თქმა უნდა სჭირდება პიარი. და ეს დღეს ამ პიარის როლს ასრულებს Facebook-ი. მაგრამ მე როგორც ვფიქრობ, მაინც საკმარისი არ არის ალბათ და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენი ტელევიზიები, რომელიც ეხლა 50-ზე მეტია, მე მგონი, არც ვიცი რაოდენობა, დაინტერესდნენ ამ დაჯობია სერიალს, თოლკ-შოუს. სულაც 20 წუთიანი გადაცემა მიუძღვნან. აი მე მიყვარს გალა იყო ძალიან კარგად ჩატარდა დღეს ამ შემქმნა ადამიანად ვაჟებშაველა ჩვენი სიამაყე სოფლიო დროის პოეტი საოცარი პოეტი და ჩვენი სიამაყე ამაზე კარგ თემას რა შესთავაზებენ მაყურებელს და იმედი მაქვს რომ გამოსწორდება ჩვენ გვყავს მეგობრები თრიალეთი ობიექტივი და ალბათ დაინტერესდებიან ისინიც. მე დღეს მეგონა დაგვესწრებოდი. ჯერჯერ მაგალითად ფინანსებს ჩავწერო, რომ გამკაჭოთ მოვუწევთ. არაჩას. ერთად. უნდურად განავწყვეტ. ერთად. ჩვენ ყველაფერს შევძლებთ და დღეს არის პირველი ღონისძიება, პირველი შეხვედრა რა შეხვდა ადამიანთან. ერთი წლის მერე კიდე ჩავატარებთ აუცილებლად და იმედია რომ შემოგვემატებიან და იმედია რომ უკეთესად იქნება. რაც შეიძლება დღევანდელ დღეს. ხო, ნებისმიერი კონკურსი ვალიკონსა სწორად თქვა და მე ვეთანხმები არის რთული. თავისთავად ცხადია სუბიექტურია, ხო, ნებისმიერი შეფასება, როგორც არ უნდა იყოს. ამიტომ მე არ ვთვლი რომ მონაწილეობას როდესაც მიიღებ და ვერ გაიმარჯვებ, ეს იმას არ ნიშნავს რომ უნდა რაღაცნაირად გულიგებინოს და აღარ მიიღო მონაწილეობა. პირიქით კონკურსი ეს ხო რაღაცა რაოდენობაა განსაზღვრული, რომელთაც მიენიჭებათ ხო ეს დიპლომი და აქედან გამომდინარე მე ძალიან მინდა რომ ძალიან ბევრი ყავდეს მონაწილე და ამის შემდეგ ალბათ ასეც იქნება. დღეს კი მინდა გამოვაცხადო ნომინაციაში რამ შემქმნა ადამიანად ქალბატონი ვენერა გაჩეჩილაძე. გამოვადა თავისუფლად ძალიან სუბიექტურია, ზუსტად სუბიექტური არ არის.
ამიტომ აღიჩეთ აბრო. აბრო არის ყველაზე ობიექტივი ჩემი განცხადება. ნამდვილად თორე მე მართლა ვიქნებოდი სუბიექტური ყველა არა ის კრიტიკოსია უკვე და პროფესიონალია. აბრო არის როგორც ტყეში მგელი სანიტარი, ისე არის ამ წუთში, ჭუჭყიანი პოეზიის მიმართ იჩენს სისულთავეს ავლენს და ამბობს, რომ გავიგე რომ აბრო ჩვენთან იყო. მას განაგრძება განსაკუთრებული მადლობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მადლობის სიტყვებით უნდა დავიწყო და პირველ რიგში მადლობა უნდა გადაუხადო სწორედ ჩვენ უმბერას წერას, ვაჟა-ფშაველს, რომელმაც საშუალება მოგცა დღეს ამ შეხვედრებით და მისადმი საფუძვლო პოეზია ჩვენი შესაძლებლობის მიხედვით წარმოგვიდგინა. ხევი მთას ხმონებს, მთახევსა, წყალნი ტყეთ ტყენი მდინარე, ყვავილნი მიწას და მიწას თავის გაზრდილთა მცინარეთ და მე კი ყველას მონავარ შუბზე ყოფ გადმომდინარე. ვიშეთ ის დაწერა თუ არა რუხლის პირას ფიჩხის ალით განათებულ ოთახში გაზეთის ნაგრევ ფურცელზე მთის არწივს მერე რომ ცაში აფრენილიყო ირაო შეეკრა ეს გაზეთის ნაგრევები მსოფლიოსათვის გაეხარა თავზე ყველა მკითხველამდე ნამდვილ მკითხველამდე მიეტანათ და მერე ცოტა მოგვიანებით მე 21 საუკუნის დასაწყისში პოეზიის მოყვარულებთან დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოკითხვა ჩაეტარებინა ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო მწერალი და მსოფლიო მასშტაბით პირველ ადგილზე გასულიყო შოთა რუსთაველი და მეორეზე ვაჟა-ფშაველა. მერე იყო განათლების პრემიო თავისი უმეტესი მწერლებით. მე მადლობა უნდა გადაუხადო საქველმოქმედო საზოგადოება მიმინოს მის დამფუძნებლებს ამ ლამაზი ღონისძიებებისათვის, იმ პროექტებისათვის, მწერალთა კავშირის დახმარებით, თანადგომით, ერთშეგომით, რომ ახორციელებენ და ჩვენ რიგით ადამიანებს საშუალება გვეძლება წარმოაჩინოთ ჩვენი შემოქმედება, უფრო ენთუზიასტები გავხდეთ და რაღაც წვლილი შევიტანოთ 21 საუკუნის ქართული მწერლობის განვითარების არეში. იოანე სავალის ის არ იყოს ახლა ჩვენ არ ვართ იმ დონის თქვა შეიძლება ვაჟას შევწვდეთ, მაგრამ გაჩუმებაც დანაშაული. ამიტომ ჩვენ როგორც შევძლებთ დღეს, დღეს ისე მოვაჩინეთ და მიუძღვენით ჩვენი შემოქმედება მოკრძალებულად, რა თქმა უნდა, ვაჟა-ფშაველას. ჩვენგან წიგნი სამახსოვროდ იმისა, რომ ერთი პროფესიისი მაინც დაიწეროს ამ წიგნში. რაც შეეხება ჩემს ვაჟა-ფშაველას ხმელ წიფელს ამცნობდნენ ახალ ამბავს წაბლები, წნორები, ძახველები. დაღლილი წყაროსთან წამოწვაო ვაჟაი ჭლექისგან ნახველები. ვინიცის რა ჯავრი ეთყობოდა სახეზე ბევრ ყავდა მნახველები. ნისლები ლოგინად გაეშალა ვეღარას შველოდნენ ჯავრი. მიბნედით მთის წყაროს მოსუხდებდა დაკოდილ არწივზე ნაფიქრად. იწვადა ცალთვალით ცაეჭირა ჯერ კიდევ ჰქონდა საფიქრად. უმეტესი მადლობა.
ყველაზე ბედნიერება რომ ძალიან ბევრი ადამიანს ვიცნობ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე და ამჯერადაც აი ჩვენი ღონისძიებების შედეგად ძალიან ბევრ ახალ სახელს ვეცნობი და ეს მე ძალიან მახარებს. ეხლა რომელიც უნდა წარვადგინო, ჩვენ თუ Facebook მეგობრები ვართ და მიხარია რომ აი ახლა უკვე მას პირადად გავიცნობ. ნომინაციაში რამ შექმნა ადამიანად. ნოდარ გულკაცე. ეს მამრიგ თემი ვარ ბუბული ლისაბონ კომუნიკო და დარა ვაჟას არაცები თათათ კილე ვიცალები აქვს ბარა სისნამ იდეას გავდა როგორღაც იარსება მინდრის ყვავილებ ლისლიმის კალტები და დეფინა საკითხზე შეცნეს ჩადიდავს აბრილებს თქვი დადორავს კლდეს და პარება თითქოს ვაჟას შეშტიდებია სისხლის ხილებს რომ დააბარეს ვაჟას გენი არის სიმღერა ეს თორას სულს ჩაებოება სისნამი პეში შურის მურის თვალებს გივათ უბრალობა თითქოს დასპილოს მოსტეხესეში ჭიუხებს შიშულად როდას სამოსი გამოუხატავს შიშორი გულის თქმა დაიხსენ აბავილს ის რაო ხდი ორდედან ჭრი თის წყურის სასვენს ჟაბან წუდილებს ნახირი წემსავს გადუფრენია შორი ყვაყორნებს დატრილა არწივებს ყველჭრელა გესლავს ცრემსახორებინებს ამგვარ ქრონიკებს თების წადილი მოსავს სხვაგვარ სამოსი ამას შავდიას თეთრი მანდილი ფუშენებდა ზეთამოსული ეს მამრიგ თები ხოდის ბუბულით გლისებრა მოილი ეკოთა და ოჯას არწივი ხტატად კილებს ვიცალამული აკონსე Kilo ცოკი მართამაგარებს წარმატება მოდი დადიკიდე თუ და კიდევ მადონა ნომინაციაში რამ შექმნა ადამიანებს მადონა ჯავახია მადონას მიხარია დიგიტალია აღარ შექმნა და დიდი მადლობა მესი მადლობა ჩემი შვილი თქვენი ასე თქვი კოლექტივის ნაწილია მადონა ათენში მოღვაწეობს ქართულ ენას და ლიტერატურას სასწავლის ორ საჯარო სკოლაში და რა თქმა უნდა დღეს ის აქ ვერ მოვიდოდა საპატიო მიზეზის გამო. მე გახლავართ 27 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. რა თქმა უნდა ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემ ბავშვებს პოეზია ძალიან შევაყვარო. ამას ინახე მქონდა ვაჟას საიუბილეო საღამო მისწრებით რა თქმა უნდა და რომ მე რომ ხელთ მქონოდა თქვენი ლექსები ნამდვილად ჩემს მოსწავლეებს დავაზებირებინებდი და უფრო სახალისო ივლისამდე უნდა მოვასწრო ვაჟაობა დაუმთხვიო წიგნზე მუშაობა მიდის სანამ დავდანდება სასწავლო წელი რომ ეს მოვასწრო რომ გამეორებით ჩავატარო კიდევ ერთი ესე იგი დაგეგმილია უკვე ველოდებით მოდუს დავიწყოთ
კი ბატონო. ცოტა პოლიტიკურია მეგობრებო. ამ განსხვავების გამო მიიღო ზუსტად წერილი ბაჟავშავებას. შენ რომ არწივი იხილე ყორმისგან ნაწამ ნათბერი, ახლა იმ ყორანს ესტუმრა ბუდეში ბევრი ქართველი. ვაი, რა გითხრა ვაჟაო, ისევ თავს გვესხმის ძერაო, ქართველად ყოფნა თუ ირთია თუ ჩვენი ბედის წერაო, თვალს ვერ გისწოვებ შაველო, ვერ შეეპირნენ ხალაცო, არიშვილის ერის მოძულე, თავისი ქვეყნის ღალაცო. შენ რომ არწივი იხილე, ფრთებ მოკვეთილი გდიაო, ყავყოვნას ეფერებიან, ჩვენს მეგობრება თვლიანო. ჯერ ვერ მოვუქილდით სამშობლოს, არწივი ვითრებს მხარსაო, ვერ ვივაშკაცეთ დროულად, დამსგავსები ვართ მხდალსაო, სულ ლუკმა უგდებენ, ყორანს ხახაში მართვესო, სამშობლოს რომ უღალატებს, რა უთხრა ასეთ ქართველსო, სისხლი დაგვიდის ტანიდან, წვეტად ჩამოვიცალეთ, იმ ყორმის დასამარცხებლად ვერადა ვერ მოვიცალეთ, შენ რომ იგლოვე არწივო, ახლა მე ვგლოვო ვაჟაო, ციხე შიგნიდან უტყდება, რა თუნდა დიდი გაჭაო. შემდეგი გავაგზავნოთ. ნომინაციაში რამშემ გილოცავ ჩემო კარგო. მადლობა. ზუსტი და მართალი სიტყვები. როგორ მიხარია? ძალიან მომწონს. აბა ძალიან ხალხის ტექსტს. ცემიდანო ეწერა ლექსზე. პირველად გავაცანოთ. მე გახლავართ გორჯომის რაიონის სოფელ ცემიდან. პირველ რიგში მინდა დიდება უფალს, მადლობა ვაჟას და მადლობა გადაუხადო ღმერთს საზღვრებას, რომელმაც ახლა უზომო სიხარული მოგვანიჭა. მე უზომოდ ბედნიერი ვარ და რაიონმა ჩვენ ვიყავით 12 დეტი, არანაირი განათლება არ მიგია, გარდა საშუალო სკოლისა. და ეს ყურადღება იქნება რა მეგობრებო. უფლისგან გოძებული ნიჭი გადმოვიდა ფურცელზე, რაიონის ხელმძღვანელობა იმხელა პატივი დამტო. შეკრიბა ჩემი დაწერილი ლექსები, აკინძა, წიგნად გამოსცა, სპონსორი მოიზია და 4 აპრილს ჰქონდა წიგნის პრეზენტაცია. და ამ ეიფორიაში რომ ვიმყოფები, ამ დროს მომდის შეტყობინება, რომ ვარ გამარჯვებული საზოგადოება მიმინოსგან ვაჟას შემოქმედებაში. მადლობის მეტი რამე თვლის ისეთი აღელვებული ვარ, ალბათ ლაპარაკიც მიჩის. წაგეკითხავთ ლექსს ვაჟაზე. მინდა აღნიშნო, რომ ქალბატონის ლექსი გავაზეც იყო ძალიან კარგი, მაგრამ ცოტა მოგვიანებით გამოაცხადა სხვება დაასწრეს და მხოლოდ ამიტომ ვერ გაიმარჯვა. რიჟრაზე სიზმარმე სიზმრა სასწაულ ღვთისგან ნაბადი თებიდან ვაჟა მიგზერდა ხრებს ესხა ნისლის ნაბადი თავს ფაფახ ქუდად ეხურა შარავანდელი მზისაო სალამი მითხრა მისურვა კეთილ დაწყება დღისაო სურვილი მოსძალებოდა ქვეყანას მზერდა ალექსით მოსმენა სურდა გულწრფელი შაირკაფიის დალექსის ხმელი წიფელის მოზარეთ შეწყვიტეს გლოვა დანიში გვარისგან ბრძობი იმ წიფელს ვერტში ჰყოლია ბადიში ობლად დარჩენი იშვილის ნუქსა ბევრი რომ ემტერებოდა უწვერულ ვაშოკ მაწვილი ბავშვი ვითეფერებოდა უთხარ რომ ბოროტის გული დარდმა და ჭირმა გაიყო იმ ქორმა ცელქი წიწილა მოსაფერებლად წაიღო დავყევი სავან ბილიქსა მინდვრის ცვარ ნამი მიამა ბუჩქი ზირს ლურჯი თვალებით შემომციცინა იამა ბუნების დაზიმშვენებით ცქერით ალერსით დავთვარე ვახარე დაჭრილ არწივსა კლავესდებიან მართვენი მან მკითხა მე ჩემ უთხარი თვალთგა დიდ სითბო მზიანობს ნეტავე სიო დაჰქრისტუ ვაჟას ჩონგური ხმიანობს
შევხვდი თებს თვალი მოავლე გრძნობა სულს გადამდებია ზეციდან ვაჟა დამცქერის თუ ჩემი ცემის მთებია მადლობა ვუთხარ გულწრფელად სინდის მაღარ მაწვალა რადგან ბუნების მშვენება და სიყვარული მასალა დავყევ ღვთისნებას რომ კაცმა მადლი სვეტლად არ გაიგოს ვისაც როგორი სული აქვს ეს ლექსიც ისე გაიგოს Bravo, Nandula. Nandariya, bravo. Ocha. რადგან ვაჟას ეხება ერთი ლექსი მაქვს ორი წუთი არ დავწერდება და წაგიკითხავთ ამასაც დარწმუნებული ეგაც იციძებილა კი მაგრამ სუდას რად უნდა ერობა კაც თავის ბოღმა მოსჭამს როცა შურს ბოღმას მონებსა გულს სევდა შემოაწვება და დაუბრინდავს მონებას ზოგს ენა დაუშაქრია საქციელით სხვას უბნობსა ის ერთი ბევრად იჯობია მტრის შემოსეულ მუტოსა თავს შეგნებულად მიიჩნევს და სხვას დასქერის ზემოდან ვინც ცუდისენით საზრდოობს კარგს ვერ გაუგებს გემოსა გული მტკენია ვისთანაც სიკეთე დამიქესია სულს მაინც მადლის წყურია გონს აზრი ჩამიქესია ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩარგავს ფშაველო ვაჟაო რომ შენი ნათქვამი სიტყვზე ანდერძისავი დამრჩაო ის მოყმე ჩირად არ აღებს ვისაც გული აქვს უტრიანი ცუდას რად უნდა მტერობა კარგია უნდა ტრია პირველი ნამდვილად მაზარია მაგრამ ზოგადად ძალიან გინდა რომ აბრომაც თავის ლექსი წავიკითხო. Bravo, რა ნამდვილად სასწაული ლექსი იყო პირველი. ილოცავ ჩემო. მადლობა ჩემო კარგო უგონესი მადლობა წარმატებით. ნამდვილად ღირსეული არის ნამდვილად. ლექსო დაცტირის აბრალად შავს ღრუბელს ასერად ყარო ვიქნებ პოეტი დახკარგე იქნებ შაბძურ და სამყარო ვინ გვალოცინებს უსიტყოდ ვინ გამოიღებს გერასა ჟღაბნიანს უმუსიკოდ ხევში ადენენ ჟღერასა ახლა სამზეოს ჩავბუდდით ჭირშიგან გავემაგრებით ვაჟა თუ არა შენები უპოეზიოდ თავდები ეს აკითხული მას გენდოს ძალიან მაგარია სამსაძე მონიზება და დავაჭი ხო ოდნა დიდი გოდიში სამწუხაროდ ვერ ჩამიშნეთ სხვა დროს და მაგის გამო და ახლა ნომინაციაში რა შექმნა ადამიანად იმედა ორიაო Nebisa, met gaan we de
ყველას თებსავით რამებში შენი დაჭრილია წიბი ყვავილს რომ ეუბნებოდა ძლიერს კილობდა იბრძოდა მაგრამ ვეღარა დაგებოდა ხელშეღორგილის ვიადი შესაწირად რომ მიხავდა ზვია დაურის ნათქვამი ძალც იყოს თქვენი სიტყვისა და დაუბებული კარგაში უშიაჩურხა ის ფერითა რასი კაში მოკინაცვლე შაურკი მოკავდა ბრავო უნდა ვისწრაფო პირველად როგორც კი გამოვაცხადეთ და დაიდო ვიდეო სასწაული ადამიანმა 1 საათში დადო ლექსი არ ხონია თუ დაწერილ წერს თან რომ ეხლა 1 საათი დროს გამოვიდა ქუჩაში ხარ გავჩერდი ლექსი დავწერეო და სულ რომ ჯერეთ სუსტი არ არის სულ სუსტი არ ყოფილიყო როგორ დავკარგავთ თავშრომას გაჩერდა ქუჩაში ლექსი დაწერა გავიდები კომენტარში და აი გავუწდი და ეხა ბოჯოს ხაისი მან რამდენი დებატები გამოიწია ვერე ქუჩაში იყო ადამიანი სიტყვა პასუხის რეჟიმი იყო რა რამდენი
მოგესალმებით თვითონ მეგობრებო. ძალიან განაცხადებული ვარ და ემოციები მოვიდა ეგეთი დაფუძნებული რომ ვიყრიან. ძალიან მეყვარს ვაჟა და ამ ნომინაციაში გამარჯვებული სტატუსი მერქო ძალიან გამეხარდა. უღრმესი მადლობა ბატონ ვალენტინოს ქალბატონი ოჩას დიდება უმეს კიდევ ამ სიხარულისთვის. ვისურვებ ყველას წარმატებას. ვაჯას ჩარგალის მთებში გიმღერა დედამ ქართული ნანაო ვაშკაც ჯვარს წერდა ღირსებით ღვთისმოყვარული მამაო სიდუხჭირეში გამოვლიც ზრდიდა ბუნების ძალაო ბევრჯერ დარჯაბნა ცხოვრება მაგრამ ვერ დაგაძალაო მშაველო მშავის გლოცავდა დიდ კურთხეული კალთაო მამა პაპათა ადათი ძარღვით დაგქონდა მთანთაო გულზედ გეხატა სამშობლო მიწას ჭქვერავდი თანაო ლამაზი კალმით ვიმწყევსავს მარგალიტების ფარაო თასაკონესებდი სალამურს ფიქრნი დიოდა შარაო დარდობდი წუთი სოფელმა რომ არ ვინ გაახარაო არა გიბლავდა არავის ოქრო ვერცხლი და ფარჩაო გიყვარდა შენი ოჯახი მისთვის შრომა და გარჯაო არა გჩვეოდა ქილიკი სხვისი განკითხვა განსჯაო ცდილობდი კალმის მელანი კაცურად დაგეხარჯაო ეფერებოდი სამყაროს სულიერს უსულოსაო ალალის სიტყვით მოძღვრავდი კაც სასტიკს უგულოსაო გიყვარდა დედა ბუნება ჭიუხვები და ჭალაო ხამშვლისან უკრი იყავი ხანია ლურჯი თვალაო ხანაც ბალახი იყავი გაზრდილი ყორეს თანაო ხანაც დაჭრილი არწივი მებრძო თანაო ეს მჭამელი ძნობდი ბუნებო ხან იყავ ქეთელაური მჯდარი საფეხუროს თავსაო ფულს გტენდა ხმელი წიფელი ნუკრს ათი წმენდი თვალსაო თვალცრემლიანი გასცქებდი ჯიხვთან აუღმა კვალსაო ცის ლაშვარ წმენი ტყვესავდი ლაღად იქნებდი ფთასაო ლამაზი გულით ნაფიქრად აფქვევდი მთას და ბარსაო ბუნების დიდო მგოსანო ვერ შეედიე მთასაო თის ყვავილებით მორთული დაადექ ბოლო გზასაო გულში ჩაგიკრა მთაწმინდამ გიკურთხა გამჯე მაჯაო თევის და პოეზიისა დარჩი აწივად ვაჟა ჩვენ კი ვიცნობ ყველა მაგრამ ჩემთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და იოჯამ და ეხლას მინდა სიამოვნებით გამოვაცხადოთ ჩემი მეგობარია და ძალიან უყვარს მისი შემოქმედება და ამიტომ მინდა განსაკუთრებით მივუწო ეს ნომინაციაში გამარჯვება ნომინაციაში რამ შექმნა ადამიანად მაია დიაგონიძე. მაგრამ ის ადამიანი ვინც ლექსებს, ვისაც უყვარს ლექსი, ჩემთვის ღმერთად მიცვია. იმიტომ რომ ის არის სულიერად გამხდარი, სულიერად ამაღლებული და ძალიან მიყვარხარ სულ ყველა თქვენგანი. უფრო კარგად მე გამიცნობთ ალბათ კიდევ მივიღებთ მონაწილეობას და აი საჩუქარი ჩვენს ნინოს და და მე ყველაფერი ქართულს წავიცემ და ვისაუბროთ ასე ჩაიცვათ და ვისაუბროთ ხელოვნებაზე სწორედ ეგ ვინ თქვა ჩაიცვათ კალაზე ხანჭი მიგალა მიგალა თქვა
არაკივსვა და ვისაუბროთ ხელოვნებაზე. აქედან ხონია კაცი გაგაიჩამო სასმენი და ეხლა მიგართვა აი ამური ადამიანის სამხატვრო ვაფხავდით მეგობრებო ძალიან ხუთი ხანის და მეორე პოლიცია იწყება საბავშვო ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ნინოს და ვალიკოს იმიტომ რომ ეს ლიტერატურული პროცესები რაღაცა ვთქვათ რაღაცა რუსლა თაფლობის თავის იმაში შენ დაგავიწყე კალაპოტში არა ცოტა რუსული განათლება და ამიტომ წარმოდის ვიხდი აი კალაპოტში რომ მოიქცეს და მივცეთ ყველაფერს თავისი სახელი არ დავივიწყოთ ჩვენი წინაპრები და ასევე თანამედროვე პოეზია იყოს იმ დონეზე და უფრო მაღლა როგორც ჩვენი კლასიკოსები იყვნენ ახლა რა თქმა უნდა ამის გაკეთება ძალიან ძნელია მაგრამ ჩვენ უნდა შევეცადოთ და თუ ძალიან ბევრს დავწერთ ჩემო ვარდე წერე თუ წერალი არ გამოხო წერას მაინც ისწავლიო და იქნება წერა მაინც ვისწავლოთ ეხლა ერთ ჩემ პატარა ლექსს წაგიკითხავ ძალიან მიყვარს ეს ლექსი მიუხედავად იმისა რომ პატარწყუნდა ლექსი არის წონებული ლექსი ზღაპარი ვაჟამშავებას ლურჯია ჩემი ზღაპარი შიგ ჯადოსნური რაშებით ჭენებით ჩამოივლიან სულ მზე ჭაბუკი ვაჟები მათ შორის ერთი იქნება ბრძენი ჭკვიანი მინდია რომელსაც სიბრძნე სიცრუის ტვირთი ბეჯებზე ჰკიდია ის აბრძნობს წუთის სოფელი ნათელია თუ ბინდია სწორედ ის ერთი მიყვარს და სწორედ ის ერთი ბინდია ერთ-ერთ კიდე აბროჯგან გამოჩეულებს თავად აბრო გამოაცხადებს გამოიხედე მარია გილოცავ კიდევ ერთხელ წარმატებული გაიქცა ესე იგი ისეთი რთული იყო ზოგადად ადამიანები აგზავნიან და ახლა თითოეულ ადგილზე წარმოვიდგინეთ თავი რომ რა სულით გამოაგზავნა ეს ლექსით გულით და სულით უნდა გაიმარჯვოს და ასე შემდგომ მაგრამ ყველას ვერ გაწდება რა თქმა უნდა ეს ჭიდო მაგრამ ამ ქალბატონმა ესეთი შინაარსის ბატონო ვალიკო თუ კონკურსში ვერ გავიმარჯვე რამში ხო დაიბეჭდება Sorena Chakashvili მოგილოცავ სხვათა შორის არ ქონდა დადებული მას ლექსი და უბრალოდ ყველას შემოქმედებას გავეცანი ვინც კი გამოაგზავნა გადავედი მის გვერდზე საკმაოდ ხარისხიანი ლექსები აქვს და ველოდებოდი თუ დადევდა ლექსს და გაამართლა ის უერთოდ ცოტა მაღლა უწევ. მადლობას მოგახსენებ ყველას და განსაკუთრებულად ნინოს და ბატონო ვალიკოს ასეთი საშუალება რომ მოგცა. და კიდევ ერთი მადლობა ნინოს, ну ამ ორ ადამიანს იმის გამო რომ ეს სტუდენტობის შემდეგ აქ ფეხი აღარ დამიდგავს და დღეს ეს ბედნიერება მომანიჭა კიდევ ერთხელ ის ძველი მოგონებები განსაცოდა ჩემს გონებაში და ის რომ ასეთი დიდი სახელი წინა კონკურსი მგონი გალას ეძღვნებოდა ხო ახლა მეფეა პოეზიის მაგრამ რა ვიცი მე თქო მე კი ვალი თასია არა, ორივე, მაგრამ მე პირველად
გისმენ ცოტა დავიბენი და ამიტომ პირდაპირ ლექსები აღარ მოგაცნე. ისედაც კი ვაჟა. აქეთ ორეა, იქაულია, დაეთვითება ტკინებს ტორები. ლექსი კი არა, სასწაულია, ტირი, იცინი და იტბორები. ვაჟა იღვიძებს გლუვი ძახილით მეფე ინგრევა და ინეხება. ყლდეს ეჭიდება ურჩი დახილი და მოგძალებით ცეცხლს ეხება. მოყვება მინდი, ფიქრში დაძრული, თეთელაური მარჯვენს მოტირის. ტირის აღაზრაც გულდახარჯული და ესხება სოფელს მოტირი. რჩება ცად წმინდა, ძვალ შესალაგი, მითის, გმირობის და შემართების, მარად სახსოვრა და საარაკო, ცის შორეთიდან მომუნათები. რჩება ვიცვეტი, სავედრებელი, ვიცეცისაკენ აწვილი ხელი, ცად ცოლმირთათვის მოდებელი, დიდად დიდება დიდი სახელი. მადლობა მადლობა აბრეს აფასებისა ის გაიხარე. ჩვენი საღამო დასასრულს უახლოვდება, თარგმნა დავაჩქარო, შემდეგი წელა სხვა საღამო, ერთი წამი. ვაჟკაცო მთაში გაზრდილო, სიკვდილს ემბრძოდი ვარადა, სარამთის წყალან გოგართვეს, არ მოგთეს ის ყვავილება, მიქელა თავსარ დაგადგა, შენამ ჩამხდარ ამაყა, საყვედური არ წამახსდა, მუხთალსა თითისოფელსა, სწორებდი, ლექსი აღმახსდა. როგორ შეკადრო კაფია, რითმა ვერ გამიკაფია, შენ რომ ლექსები დასწერე, სამშობლოს დღესაც არგია, მაინც დაგიწერ ერთი ორს, ბევრმა გიწუნა კალამი, ღმერთის გოძებული ისა და ნიცდა გორს, ვერას დაახებს, მავანი. და ამ ხოლმზე მინდა გამოვაცხადო ჩვენი ჯგუფის სახელით, ყავს ისეთი ადამიანები, ვინც მართლა კარგი ლექსები გამოგზავნენ გალაზე, შემდეგ ახლად გამოგზავნეს ლექსები და უბრალოდ თქვენს რომ წიგნისთვის გვინდაო, ჩვენ მაინც მე გადავწყვეტე და გვაქვს ჩარჩო და გვაპატივებენ, გადავწყვეტეთ რომ ამ ნომინაციაში დავაჯილდოვოთ სოფო ებრალიძე, მანანა მჭედიშვილი, გინაზი გელაშვილი. ჩემი ლექსი კონკურსზე შეიყო კრებულისთვის და უღმესი მადლობა. ახლა დაუწევა მენაჩვარე მონაწილეობა. ხო, წინა გამარჯვებული ვიყავი და უნება და დიდი მადლობა. ულები წარმატება ჩემო საფარველო. ერთ წუთს აგარჩევთ მეც არა. უცებ წავიკითხავ ერთ წუთს აგარჩევ. ვაჟოს კაცური კაცის სიტყვა მართალით ამეწყობთ ადამიანზე შორის სიტყვა შორის სულმელი და გასწი მანძილ სვალსაწიერის ყველა კაცის თანასწორია ყველაში სუნთქავს მწირი მუხალი მაგრამ შენ სულში ზეცისაწყილი მე გადმეღია თავისუფალი თვითონაც ცნობი პიროთა მეფე ქეთს არ უხოლიდი ქვეყნა დარავის ჩაგრულ წყალობი შეჭრებულ კაცს თავად უყოფდი უყმას მწვერვალი შენ სუნთქვა იყავ ნათო კალმისა და მოვიდინებ შავად სავალი მაგრამ სიმწვანის ნათლით მოსილა შენაფრიალე ლესთა ალამი
ამეთქოლე ყველა სრუნდული რო შეიმეცნეს დედამიწა შენ გაგვაცანი ორი მოწოლი მისი ცოდებული რომ არ დაგვიწყა და ხმელი წიფლის სევდა წუხილი გულში ყველას ნაბოლო მიქცა ამ სტატუსში გოსმოდა წუხლის შეჭირვებული კაცისა დღისა იასო ლამასა მიწაში ჩაფლო შენ დააწიე ჟამბოლის სიტყვა ამიტომ შენი გონა ვაჟა მის ავანიდან გახდა მიწას და გონიერი მთის არწივი იმ ყველანიდან საკვირველთებიდან შენ ჩაუყრდნო ყველას მეტადრე და გამოწოდე ჭირხური სიტყვა მეც ბავშვობიდან შენი ლექსების მუზას ვეწუხები გონთა ცისმარეს ვაჟავ შენ იყავ ვისი ნაწერი წავიკითხე და რომ მოვიწამლე ყველა კაცი ხომ თანასწორია ყველაში სულქავს წილი უფალი მაგრამ შენ ვაჟავ შენ ერთი იყავ შაველი კაცი დაუვიწარი დიდი მაჯერა ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ადმინი სათინა ხომაია, იდივე კაცია. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ბედნიერება თქვენს წიაღში ჩემი ყოფნა. ბავშვის გარდა სულ ყველა სიჩუმე. უმეტი მადლობა დღევანდელი ღონისძიებისთვის. ჩემ ძმას ვალიკოს და ნინოს რა თქმა უნდა და დიდი მადლობა აბრო მართლა ვიცოდი მე არ ვიცოდი წინასწარ შეძლო ჟიურის თავმჯდომარე იყავი მაგრამ აქ რომ დაგინახე მივხვდი რომ აი ყველაფერი იქნებოდა იმ დონეზე როგორც საჭიროა დიდი მადლობა ამისთვის შენ აი ყველა მისურვა ყველა კონკურსმა ისეთი თავმჯდომარე ისეთი აი არ ვიცი ობიექტური ყველაფერში დაიმსვოდნე ყველაფერს როგორც შენახარ ჩემო აბრო გილოცავთ ყველა გამარჯვებით და ვისაც ეს არ დაუმოკლე მაგრამ მაინც გამარჯვებულები ხართ აი ამ ხრივ ჩვენ რამოდენიმე ადამიანი დაჩაგრული ვართ იმიტომ რომ მონაწილეობის უფლება არ აქვს მაგრამ მაინც მადლობა იმია და დაკაციები ვარ ჩვენ მაგლექსი ციკში შევა და არ შეიძლება არა ციკში შევა ის ლექსი და მე როდესაც გალაზე ციგნი იქნება მაშინ იხილავთ იმ ლექსს მაგრამ მადლობა ამ ჩემს ძმას რომ ორი ლექსი დამაწერია ყველა დიდი მადლობა მინდა გადაუხადო და ასევე ჩვენს მემატიანე ნიკოლა ბაღაშვილს უდიდესი მადლობა გვეჭირს და იქნებ ორი სიტყვით რამე გითხრათ ან შეგვაგეკა მანანა უკაცრავთ არც ვიცი არცევი ვნახე მოდი მადლობა ვარიკო კაკაურიძეს ნინო როსტიაშვილს აბრო ალო ერთადერთი ძალიან კარგია მესიამოვნა რომ ვაჟა ფშაველაძეა და ერთ რამეს მივხვდი მე პირადად კიდევ გადავიკითხავ ვაჟას სტუმარ მასმინდელს არწივს და მერე იმ მიდიას რა თქმა უნდა და იმ ტრადიციით მოიქცევი რაც ვაჟა ფშაველა აკეთებდა და ცხოვრობდა აფერუ თქვენს ადამიანობას რომ ასეთი გუბერნატორის ადამიანი დღეს ასე ვთქვათ წინა პლანზე წამოიყვანე მადლობას მივხვდი დაუკან ხარ აფერუ Well,
Thank you.